მარი ჩაბრაშვილს მივმართავ. დიდი უმორჩილესი თხოვნით, რადგან მე არ ვარ ის ადამიანი, რომ რამე საწინააღმდეგო თქვა და რელიგიური ადამიანი ვარ და ქრისტეს მოყარი ადამიანი ვარ და მთელი საქართველოს მისცემს პატივს და ყველა განათლებულ ადამიანთან მაქვს კარგი ურთიერთობა. ძალიან ბევრი ხალხი გიდგა უკვე კრიტიკაში ქალბატონო მარი ჩაბრაშვილო და ჩემი ფანები უკვე ამხედრებულები არიან შენს წინააღმდეგ. გირჩევნია ეხლა უმორჩილესად. ჩემ მეუღლეს არ სიამოვნებს შენი სტატიებს ვავრცელებ. კეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა და ყავს იდეალური ოჯახი. ამიტომ შეგვეშვი ჩვენ არაფერს ავწერ ჩვენზე, არც გაკრიტიკებთ, არც განვიკითხავთ, ყველა კარგად გიცნობს რა ხარ და რას წარმოადგენ, მთელი კახეთი და თელავი, ყველამ კარგად დაგახასიათა ჩემი მეუღლის თვალწინ, გაიგო ჩემმა მეუღლემ ვინც ახარ, ამიტომ ეხა გულითა და სულითა გთხოვ, ჩვენზე ლაპარაკი ზატკნის დამარჩი, თორე ისეთი ხალხი ყავს უჩას, თავის მეუღლეზე რამეს რო იტყვიან, იქ უკვე დამთავრებული აქვს საქმე. ეხლა გეუბნები უმორჩილესად. ჩემი სახელი და უჩა ჭაბაშვილის სახელი უჩა უთხარი? ჩემი სახელი და კეთია ეს სახელი არ ახსენო არავინ. გასაგებია? უმორჩილესად გთხოვ ანაღლება არის? ბედნიერი იყავი, ჯანმრთელი იყავი, შეშვილებთან და შენს ოჯახთან ერთად უფალმა დაგლოცოს და კარგად გამყოფოს. ჩვენზე ლაპარაკი აკრძალე. ჩემით გაიბლატავე თავი აი ტელეფონში. ყველამ კარგად იცის. კეთი ეგიდუნაშვილი როგორ გამოიყენე, ვითომ ბავშვზე გული გეწვებოდა ართანაში წაიყვანე და TikTok live-ი ჩართე რომ 60 კაცი გიყურებდა თავიდან. სულ ყველამ კარგად იცის ეგ ტუზ ოფიციალო. ყველამ კარგად იცის კეთი ეგიდუნაშვილი როგორ აფერისტული მსახიობური იმით გამოიყენე და შენ რო ფაულერები გინდო და სანამ 500 კაცი არ შეაგროვე მანამდე შენი ისტორია არ მოყევი. სულ ყველამ დაგახასიათა იცი როგორ მაგარ ინტრიგან ქალა და მაგლა ეზიზღები საზოგადოებას რო იცოდე და ისე ნუ გაიხდი საქმეს. დიდ განსაცდელში ჩავარდე და ვერავინ ვეღარ გიშველის.